კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებს ასრულებენ, საგადასახადო მიმართულებით სიახლეებია. კერძოდ იმ საწარმოებმა, რომლებიც უცხოელ პარტნიორებთან, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, ანდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის, ოფშორის რეზიდენტ პირთან ოპერაციებს ახორციელებენ, საგადასახადო ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია ყოველწლიურად უნდა წარუდგინონ. მოგების გადასახადის დეკლარაციაში ინფორმაციის ასახვის ვალდებულება იმ შემთხვევაში ჩნდება, თუ კი წინა საგადასახადო წელს შესრულებული მსგავსი ოპერაციების მოცულობა 500,000 ლარს აღემატებოდა. ასეთ ოპერაციებში შედის მაგალითად საქონლის ყიდვა-გაყიდვა, მომსახურების მიღება-გაწევა, როიალტის მიღება ან გადახდა. შესაბამისი ცვლილება ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე 24 თებერვალს ამოქმედდა და ის ვრცელდება 2025 წლის და მის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე წარსადგენ ინფორმაციაზე. თუ ქართულ კომპანიას ჰქონდა საერთაშორისო კონტროლებული ოპერაციები, რომლის ჯამური ღირებულება 2025 წელს აღემატებოდა 9,5 ლარს, და ამ 9,5 ლარში ასევე გაითვალისწინება საერთაშორისო კონტროლებული ოპერაციიდან გამოყოლილი დებიტორ-კრედიტორული დავალენების ნაშთები. მათ უნდა შეავსონ მარტისთვის ახალი მოგების დეკლარაციის ახალი დანართი. ამ დანართში მიეთითება თითქმის ყველა ინფორმაცია კონტრაგენტ პირთან დაკავშირების, რა ტიპის ურთიერთდამოკიდებულება არის მათ შორის, ოპერაციის მოცულობა, ნაშთების ოდენობა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიეთითება აქვთ თუ არა მომზადებული ტრანსფერ პრაიზინგის რეპორტი. ცვლილების შედეგად კომპანიებს, რომლებიც ამ ტრანსფერ პრაიზინგის რეგულაციებს ექვემდებარებიან, გაუჩნდათ ვალდებულება, რომ წარადგინონ ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებულ ამ ტრანსფერ პრაიზინგის დაქვემდებარებულ ოპერაციებზე. ეს წლიური ჯამური ინფორმაციის წარდგენა ხდება მოგების გადასახადის დეკლარაციის ერთ-ერთი დანართის ფორმატში, ეს ესტონურ მოდელზე, რომელიც არის იმ კომპანიებისთვის, ეს არის მარტისთვის დეკლარაციაში, ხოლო ასე ვთქვათ, ძველი მოდელზე, რომელიც არის კომპანიები მოგების გადასახადის, ეს არის წლიური მოგების გადასახადის ფორმატში. აღსანიშნავი, რომ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან მიმართებაში სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის, ანუ ეგრეთ წოდებული ტრანსფერ პრაისინგის მომზადების ვალდებულება ბიზნეს აქამდეც ჰქონდა. ეს ვალდებულება კი თვალისწინებს, რომ კომპანიებმა მსგავს ოპერაციებში საბაზრო ფასები უნდა გამოიყენონ. როგორც აუდიტორულ კომპანიებში განმარტავენ ცვლილებებით, რომელიც ოპერაციებთან დაკავშირებით უკვე დეტალური ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას აწესებს, საგადასახადო ორგანოს მონიტორინგის გამკაცრების შესაძლებლობა ექნება. ეს კი მათი შეფასებით იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საგადასახადო შემოწმებები სატრანსფერო ფასწარმოქმნის მიმართულებით. სპეციალისტების განმარტებით, თუ კი შემოსავლების სამსახური დაადგენს საბაზრო ფასთან დაკავშირებულ ცდომილებას, კომპანიებს შესაძლოა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები დაეკისროთ. მნიშვნელოვნად გაიზრდება კონტროლი, მონიტორინგი საგადასახადო ორგანოს მხრიდან. იმიტომ რომ უკვე მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, ვის უნდა მოემზადებია ტრანსფერ პრაიზინგის დოკუმენტაცია და მათ შორის ვინ მოამზადა ან ვინ არ მოამზადა. კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ კონტროლებულ ოპერაციებს, ვალდებულება აქვთ, რომ ასეთ ოპერაციებზე გამოიყენონ საბაზრო ფასები. თუ საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ საბაზრო ფასი არ გამოუყენებია ოპერაციას, შეუძლია საბაზრო ფასი დათვლილ მოგებასა და ფაქტობრივ მოგებას შორის სხვაობა დაბეგრონ პირდაპირ მოგების გადასახადით. თუ გადამხდელი წერს, რომ 10 მილიონის საქონელი აქვს შეძენილი მისი მშობელი უცხოური დედა კომპანიისგან ან ოფშორული კომპანიისგან და ის იძახის, რომ მე არ მაქვს დოკუმენტაცია, ეს ფაქტობრივად ავტომატურად ხდება შესწავლის საგანის შემოსავლების სამსახურში და თუ სიტყვაზე 7 მილიონი იქნება საბაზრო ფასი, 3 მილიონი ეგრევე დაიბეგრება მოგების გადასახადით, ანუ 15%-ით. საგადასახადო მიმართულების მენეჯერები ასევე განმარტავენ, რომ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებზე ანგარიშგების წარდგენა სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა სპეციალისტების ნაწილის შეფასებითვე, შესაბამის ბრძანებაში შესული დებულებების ნაწილი ბუნდოვანი და ორაზროვანია, რაც ბიზნესში გაურკვევლობას იწვევს. რატომღაც აი ჩემთვის გაუგებარია ამ ბრძანებაში ცვლილებას გულისხმობ, ხო? არის მაგალითი, სადაც საუბარი არის 2024 წელზე და მაგალითის მიხედვით, რატომღაც 2024 წლის სესხები თუ სხვა კონტროლირებული ოპერაციები უნდა ასახოსო ამ მოგების დეკლარაციაში. არა და გასაგებად იკითხება, რომ ეს ცვლილება 25-დან შედის ძალაში და თუ 25-დან შედის ძალაში 24-ის
ინფორმაცია როგორ უნდა წარმოადგინოთ. შეიძლება პოზიტიური ეფექტიც ჰქონდეს ბიზნესისთვის იმ კუთხით, რომ ვთქვათ, აქამდე ნაკლებად ინფორმირებული იყო ბევრი კომპანია, რომ ვთქვათ, დასოფასინგის რეგულაცია არსებობს საქართველოში და ასევე ამ კუთხით შესაძლოა რაღაც გარკვეული საგაზაფხულო რისკები ჰქონდეს. შესაბამისად, ამ ცვლილების შემდეგ ვფიქრობ, რომ ეს ინფორმირებულება გაიზრდება კომპანიებში და უფრო მეტი კომპანია შეძლებს რაღაც წინასწარ ვთქვათ შეაფასოს ეს რისკები, შესაბამისად იმოქმედოს, ვიდრე ვთქვათ საგაზაფხულო ორგანო რაღაც აუდიტს ჩანიშნავს და შემოწმება მოუწევს. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შესახებ ახალი ვალდებულება 2025 წლის და მის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე წარსადგენ ინფორმაციაზე ვრცელდება. შესაბამისად, კომპანიებმა, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში მოგების გადასახადის დეკლარაციას წარადგენენ, აღნიშნული ვალდებულება უნდა შეასრულონ.